კაცი, რომელიც უცხოელი გულშემატკივრისთვის ნამდვილი კოშმარის სიმბოლოდ იქცა. 2024 წელს რაღაც ორი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ ყველასთვის დაემტკიცებინა თუ როგორი მონსტრია. თუმცა ბევრის აზრით ის მონსტრი კი არა, უბრალოდ გამაღიზიანებელი ფიგურაა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ხალხს სძულს. და თუ რა არის ამ სიძულვილის საფუძველი, სწორედ ამ ვიდეოდან გაიგებთ. ამ თემის უკეთესად გასაგებად, ჯობია სულ თავიდან დავიწყო და მოგიყვით მის ბავშვობაზე. დაიბადა 97 წლის 21 იანვარს გერმანიაში. 7 წლის იყო, როდესაც მშობლებმა საქართველოში ჩამოიყვანეს. თუმცა არასახარბიელო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო საქართველოში მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესპანეთში, ალიკანტეში გადაბარგებულიყვნენ. გერმანიაში ჯუდოში ვარჯიშობდა. საქართველოში გატარებული დრო კი ბერძნულ რომაულ ჭიდაობას დაუთმო. აი ესპანეთში კი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუთი მოიწამლა და შემდგომში უკვე MMA-საც უკეთ გაეცნო. It was tough, because you try to communicate with the people and you can't, but that's one of the reasons that helps you to learn faster, And I was training all the time. The coach was explaining me all the techniques in Spanish, and I learned to talk in Spanish like in 6 months. And I was young, Right. When you are young, it's a little bit. შერეულმა საბრძოლო ხელოვნებამ ბიჭზე იმხელა გავლენა იქონია, რომ 15 წლის ასაკში მშობლებთან მივიდა წინადადებით სკოლიდან გამოყვანის თაობაზე. ილია შეპირდა მშობლებს, რომ თუ ამ სარისკო ნაბიჯს გადადგავდნენ, თავს არ დაზოგავდა, იმედებს არ გაუცრუებდა და მთელ მის დროს ვარჯიშს დაახარჯებდა. ზუსტად 3 წლის შემდეგ, როდესაც თოფურია 18 წლის გახდა, მისგან უკვე პროფესიონალი მებრძოლი დადგა. He's out. It's over. Wow! ამდენწლიანი შრობა და მისი უდიდესი პოტენციალი გამოდგა მთავარი რეცეპტი მისი წარმატებებისა. 23 წლის ასაკში, ანუ 2019 წლისთვის, მისი სტატისტიკა უკვე 8-0-ზე იყო და აქედან 7 გამარჯვება საბმიშენით ჰქონდა მოპოვებული. And I was working because I had to pay all the competitions. I was working in 4 works, I had 4 works. I was working because I had to pay all the competitions because it wasn't free. იგი გამოდგა ერთ-ერთი პირველი ქართველი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრით, რომელმაც ამხელა რეზონანსი გამოიწვია. იქამდე სანამ ქართველი პლანეტის ყველაზე ელიტარულ ორგანიზაციაში მოხვდებოდა, მისი სახელი მხოლოდ ფურცელზე იყო დატანილი, როგორც კარგი გრეპლერი. მაგრამ UFC-ში მოსვლის შემდეგ, ანუ 2020 წელს, ხალხმა გაანალიზა, რომ ეს კაცი მხოლოდ გრეპლინგის ოსტატი არ იყო. Ilya Topuria, whatever, he's fucking tight. He's dangerous. He's tight. That shit is tight. Everything is so sharp. His technique is flawless. Everything's flawless. His boxing is so dangerous. მოგეხსენებათ, რომ ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლებში ხშირად ვერ ნახავთ ისეთს, რომელსაც ხელში იმდენი ძალა აქვს, რომ მეტოქე თვალებღია ნოკაუტში გაუშვას. აი ამის ფონზე კი ილია ნამდვილი ანომალია იყო. თოფურიას და იმ მებრძოლებს შორის, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ამის ძალა, მაგალითად ჯოშ ემეტს. განსხვავება ისაა, რომ ილია ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს. უაზროდ არ აწვება მეტოქეს და ეძებს მომენტს, როდესაც მეტოქე მის სუსტ წერტილებს ავლენს. ასე რომ თითქმის ვერ შეხვდებით კაცს, რომელიც გეტყვით, რომ მისი ბრძოლები საყურებლად მოსაწყენია. თუ შეგხვდათ და წარმოიდგინეთ, ხელში გაქვთ ამხელა ძალა, ერთი დარტყმით იშავთ ყველა თქვენ ოპონენტს და ყველას მაინც ძულხარ. ჩნდება კითხვა, რატომ? თავარი მიზეზი მარტივია. ის ხბებს უმტრევს იმას, ვინც ხალხს ყველაზე მეტად უყვარს. უფრო კარგად რომ გავიგოთ, მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ. ჩვენმა გვინმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება პირველად UFC 204-ზე მიიპყრო, რომელიც ლონდონში ჩატარდა. მატადორს უკვე 3 მოგებიანი გამარჯვებათა სერია ჰქონდა ტოპ ლიგაში და მისი მეტოქე ყველასათვის კარგად ნაცნობი ჯაი ჰერბერტი იყო. ამ დროისთვის ილია ვარსკვლავი არ იყო და ხალხის მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო პედი პიმბლეტისკენ, იმ დროის ამომავალ ვარსკვლავზე. Anyway. I'm game to fight him, lad. Know what I mean? I'm game to fight him if he wants to come up to 155, lad. I'll finish Jai Herbert's job and actually knock him out. უნდა ითქვას, რომ პიმბლეტმა საკუთარი თავის გაყიდვა ძალიან კარგად იცოდა. შესაბამისად, ხალხს ის ილიაზე ბევრად მეტად უყვარდა. კარგად ჩანდა, რომ ილიას და პედის ძალიან არ მოსწონათ ერთმანეთი. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც სასტუმროში პედი ძლივს გადაურჩა ქართველს. მაგრამ ამის შემდეგ ეს ღია დაპირისპირება დროებით ჩაქრა. თოფურია მთელი მისი ყურადღება მის ოპონენტზე გადაიტანა და პიმბლეტის გამოხტომების დრო ნამდვილად აღარ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ნამდვილად იყო აქამდე ფავორიტი მის ჩხუბებში, ეს ჩხუბი მაინც გარდამტეხი მომენტი იყო მის კარიერაში. შესაბამისად, ჭირდებოდა რომ ყველაფერი გაეღო, რათა ნამდვილად ხმამაღალი განცხადება გაიკეთებინა და ყველას დაენახა თუ რეალურად რა ძალას წარმოადგენდა იგი.
ბრძოლის დასაწყისში ქართველმა ნამდვილი ჩემპიონის სული და ბრძოლის მოგების სურვილი გვანახა. თუმცა არსაიდან აი ეს მოხდა. ნოკდაუნში ჩავარდნილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოპონენტს საქმე ბოლომდე ვერ მieყვანა. კარგად შეეკრა, მოახერხა და გალიისკენად წაიყვანა, საიდანაც საერთო სურათი სრულიად შეიცვალა. ქართველი ბოლომდე გამოფხიზლდა და სრული წნეხი და დომინაციით მიეწვა ჰერბერტს რაუნდის ბოლომდე. ამ ჭიდაობის შესვენებამ კი საშუალება მისცა, რომ მომდევნო რაუნდში ყველა შოქი ჩაიგდო და აი ეს გაიგეთებინა. Can't get a hold of the legs. Unbelievable knockout. ჯაი ჰერბერტი მაინც და მაინც არ ყოფილა გულშემატკივრის საყოველელი მებრძოლი და მისი გათიშვის გამო ილია დიდად არ შესძულებიათ. მაგრამ შემდეგი ბრძოლებიდან სიტუაცია სრულიად შეიცვალა. იმავე პრესკონფერენციაზე, სადაც პედი პიმბლეტი და ილია თოფური ერთმანეთს სიტყვით დაუპირისპირდნენ, I don't understand you anything. Back in the flouty mouthy like what? Hand sanitizer, boy! ასევე იჯდავინ ბრაის მიჩელი, ქართველის მომდევნო მეტოქე, რომელიც ხალხს დაპირდა, რომ ქართველს ძალიან მაგრად გალახავდა. ილიას ჰქონდა მისია, დაედუმებინა პუბლიკა, რომელიც მასხად იგდებდა მას და გალიაში დაემარცხებინა კაცი, წაუგებელი 15 ბრძოლიანი სერიით, რომელსაც სამომავლო საჩემპიონო ბრძოლაზე ჰქონდა პრეტენზიები. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ამას ქართველები ვარაუდობდით. მიჩელი კუთხიდან კუთხეში ახოხიალეს, მაგრად სცემეს და ბოლოს დაასაბმიდეს. მიჩელი წინა მეტოქესთან შედარებით მეტი პოპულარობით სარგებლობდა. შესაბამისად, მისი დამარცხება ხალხს ნამდვილად არ გახარებია. ფანები სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდნენ და მაინც აბუჩად იგდებდნენ ილიას შესაძლებლობებს. მაგრამ ეს არაფერია იმ ჰეიტთან შედარებით, რაც მან მოგვიანებით მიიღო. ილიასთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა წინ ვინ დაუდგებოდა. იქნებოდა ეს ტოპ კონტენდერი თუ უშუალოდ ჩემპიონი. Ilia Topuria is one of the absolute best fighters in the world. The dude is just fucking phenomenal. One of the things that's phenomenal about him is his technique. Watch him hit the punches. See how he's moving his head when the guy throws punches? And the speed, man. The fucking speed of that. Fucking incredible. გასული წლის 24 ივნისს კი ბრძოლა ჩაენიშნა ჯო შემეტთან, რანგით მეოთხე ნომერთან დივიზიაში. გაგიკვირდებათ და ილიამ მისი ნოკაუტში გაგზავნა ვერ შეძლო. მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც რომ მეტი გათიშულიყო. ბრძოლის შემდეგ ექსპერტებმა აქტიურად დაიწყეს იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ქართველი ახლა ნამდვილად იმსახურებდა სატიტულო ბრძოლას. ჯუნგლების მეფე რომ გახდე, თავად ჯუნგლების მეფე უნდა ჩამოაგდო. ხალხის ფავორიტი, დიდებული მებრძოლი, დიდებული კარიერით, თვით ალექს ვოლკანოვსკი. თებერვალი 2024 წელი. თქვა და გააკეთა. დაანოკაუტა თვით ალექს ვოლკანოვსკი ბრძოლის მეორე რაუნდში. რაც MMA სამყაროს უმეტესი ნაწილისთვის ჯერაც დაუჯერებელი იყო. ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. მის წინამოწინააღმდეგეებთან შედარებით, ვოლკი ყველაზე მეტად უყვარდა ხალხს. ხო, მეც მათ რიგებში გავდივარ. შესაბამისად, მისი წაგება ბევრისთვის ძალიან რთულად მისაღები და რთული გადასატანი აღმოჩნდა. მოიგონეს 1000 მიზეზი ალექსის წაგების გასამართლებლად. ყველაზე ხშირად კი ამბობდნენ იმას, რომ თოფურია მისი მეტოქის გათიშვა მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ რამდენიმე თვით ადრე ალექსი ისლამას დაანოკაუტა და მთელი ამ დროის განმავლობაში რეაბილიტაცია უბრალოდ ვერ მოასწრო. თუმცა, შემდეგი ბრძოლის შემდეგ, აი ის ადამიანებიც კი, რომლებიც უბრალოდ უაზროდ აჰეითებდნენ ქართველს, მისი გულშემატკივრები გახდნენ. თამასის ამ ხელაზე აწევის შემდეგ, ილიამ ხმამაღლა თქვა, რომ აღარ დარჩა დივიზიაში არავინ, ვინც რეალურ წინააღმდეგობას გაუწევდა და იმედოვნებდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე ღირსეული. ეს ეხებოდა ყველა მებრძოლს, გარდა ერთი კაცისა. ჰოლოვეის წინა ბრძოლას თუ გადავხედავთ, მარტივად მივხვდებით თუ რატომ ქონდა ამ ხელა ამბიციები.
UFC 300. ბრძოლა BMF-ის ქამრისთვის ჰოლოუეისა და გეიჯის შორის. გეიჯი ძალიან მაგრად იყო ნაცემი. ბოლო რაუნდი მთავრდებოდა და მაქს ქამარი ჩვეულებრივად მიჰქონდა სახლში და გასარისკიც არაფერი ჰქონდა. თუმცა ეს არ იკმარა და ბოლო წამს გვაჩუქა MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი. UFC 300 BMF-ის კამარზე ბრძოლა! მაქსმა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან პირდაპირ მატადორი გამოიწვია, რომ ქამრისთვის ებრძოლათ. ეს იყო დამაჯერებელი საფუძველი იმისა, რომ ეს ბრძოლა სამომავლოდ შედგებოდა და MMA-ის ფანები იხილავდნენ კიდევ ერთ უმაგრეს ჩხუბს. ორ ნამდვილ BMF შორის ორგანიზაციაში. ყველაფერი საერთოდ ამოტრიალდა, როდესაც ეს ბრძოლა მართლა ჩაინიშნა. მთელი ინტერნეტი აჭრელდა. ზოგი დასცინოდა თოფურიას, რომ აქ დამთავრდებოდა მისი გვირგვინიანი გზა. ზოგი ტიროდა და ამბობდა, რომ ვერ გაუძლებდა და ვერ უყურებდა, როგორც იშავდა თოფურია ჰოლოუეის. ამ ისტორიაში ქართველი ნამდვილი ბოროტმოქმედი და ანტაგონისტი გამოიყვანეს. და თითქმის მთლიანი სამყარო, ქართველების გარდა, ზურგს უკან ამოუდგა ჰავალ მებრძოლს. უამრავი ექსპერტი, მებრძოლი და გულშემატკივარი ამბობდა იმას, რომ გამორიცხული იყო თოფურიას გამარჯვება ამ ბრძოლაში. ნოკაუტზე საერთოდ არაფერს აღარ ვამბობ. He knocked out first man in the world. Poirier's an incredible boxer, big power, sits down on all his punches, great technique. I just didn't think it would happen. He is everything he said he was. He said what he's going to do and he went out there and he did it. 26 ოქტომბერი. სამ სპორტის ლეგენდაა, არის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე საშიში სტრაიკერი მთელ ორგანიზაციაში, უამრავი ადამიანის საყვარელი მებრძოლი, ორგანიზაციის ერთ-ერთი სიმბოლო და ადამიანი, რომელიც ნოკდაუნშიც კი არასდროს ყოფილა. ილია თოფურიამ მარცხენა ჰუკით უბრალოდ მოწყვიტა და გათიშა. და კიდევ ერთი ახალი, უფრო დიდებული ისტორიაც დაწერა. ეს იყო მომენტი, როდესაც ყველამ აღიარა, რომ ორგანიზაციას ამ დივიზიაში ყავს ახალი, დაუმარცხებელი მეფე, რომლის დამარცხების ფორმულა ჯერ ვერავინ ვერ მოიგონა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ძალით არ აღიარებდნენ მის უნიკალურობას, მისი გულშემატკივრები გახდნენ. და ალბათ ძალიან ბევრი მებრძოლის კემპი შეიცვლება სამომავლოდ და მოერგება სრულიად ახალ რეალობას. იმ რეალობას, რომელსაც ილია ქმნის. მის ჭორებზე, ამბებზე და შესაძლო ბრძოლებზე ზედაწონაში სხვა ეპიზოდში მოგიყვებით. ამისთვის კი უნდა გამოიწერო არხი, მოიწონო ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.